1 2 3 მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებელო და მსმენელო. რევოლუციები ქუჩაში იწყება. მაგრამ ხშირად თავდება ალბათ რომ წარმოიდგინეთ ბანკებში. და როცა ისტორიას ყურადღებით ვკითხულობთ, ჩდება კითხვა, ვინ წერდა აი ამ სცენარს, რევოლუციურ სცენარებს. მოდი ესე ვთქვათ. თქვენ გითხრეს, რომ რევოლუციები ხალხმა გააკეთა. გითხრეს, რომ ეს იყო სპონტანური აჯანყებები, დაჩაგრული ხალხის რისხვა. მაგრამ არის ერთი პრობლემა. ისტორიაში ყველაზე დიდი რევოლუციები ძალიან უცნაურად გავს ერთმანეთს. 1789 წლის საფრანგეთი მაგალითად. 1848 წლის ნახევარი ევროპა ფაქტიურად. 1917 წლის რუსეთი. ქვეყნები განსხვავებულია, მეფეები განსხვავებულია, ლოზუნგები განსხვავებულია. მაგრამ სცენარი თითქმის ყოველთვის იგივეა. ეკონომიკური კრიზისი, უცებ ჩნდება აგიტაცია, შემდეგ პროვოკაცია, ქუჩები, ბარიკადები, ხელისუფლების შეცვლა. და ამის შემდეგ ქვეყანა იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ხალხის სპონტანური აჯანყებაა, რატომ მეორდება ერთ და იგივე სქემა ისევ და ისევ? ვინ წერს რევოლუციის სცენარს? თქვენ იცით როგორ გამოიყურება რევოლუცია? ხალხი ქუჩებში, ბარიკადები, დროშები, ლოზუნგები თავისუფლების შესახებ, მეფე ჩამოგდებულია ბრბოყვირის გაუმარჯოს ხალხს. სწორედ ასე გვასწავლიდან ისტორიას. 1789 წელი საფრანგეთი, ისევ ვიმეორებ, 1848 წელი ევროპა, 1917 წელი რუსეთი. ნუ ყოველ ჯერზე ერთ და იგივე სცენარი. დაჩაგრული ხალხი ვეღარ ითმევს და სპონტანურად იწყებს აჯანყებას. მაგრამ სიტყვა სპონტანური, აი თავშივე კვდება, როცა ფაქტებს ყურადღებით დავაკვირდებით. სპონტანური მოვლენები გრაფიკით არ ხდება. აი ესე დაგეგმილი ორშაბათს ესე და სამშაბათს და ასე შემდეგ. სპონტანური მოვლენები გრაფიკით არ ხდება. ორი ბრბო ერთნაირ ლოზუნგებს არ იყენებს სხვადასხვა ენაზე. მაგრამ სწორედ ეს მოხდა 1848 წელს. პარიზი, ვენა, ბერლინი, ბუდაპეშტი, პრაღა, ვარშავა თითქმის ერთდროულად. ეს უკვე აღარ გავს სტიქიურ პროცესს. ეს უფრო გავს კოორდინაცია. და როცა იწყებ კოორდინატორის ძებნას, ირკვევა საინტერესო რამ. რევოლუციებს ყოველთვის ყავთ ოფიციალური გმირები. მარატი, რობესპიერი, გარიბალდი, მაძინი, რა ვიცი, კოშუტი, რამდენი დარჩეს ეს აღარ გავაგრძელებ, აღარ ჩამოვთვლი. მაგრამ თითქმის არასოდეს საუბრობენ სხვა კატეგორიის ადამიანებზე. ფინანსისტები. აი ეს არის მთავარი, ვინ აფინანსებს. ვერ ბეცალთ გერმანულად იტყვიან ამას. ვინ იხდის ადამიანებზე, რომლებიც აფინანსებდნენ გაზეთებს, ეშტავდნენ ფურცლებს, უზრუნველყოფდნენ ლოგისტიკას და მოძრაობდნენ ქვეყნებს შორის. ანუ ხო კოორდინაცია უნდა ყოფილიყო. ერთმანეთში რა, ინფორმაცია გაცვლილიყო. რევოლუციების ისტორიის კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რა ხდება ქვეყნის ფინანსებთან რევოლუციის შემდეგ. საფრანგეთი 1789 წლის შემდეგ იღებს ახალ დიდ სესხებს ბანკირებისაგან. აი ეს არის ძალიან საინტერესო. ავსტრია 1848 წლის შემდეგ ფინანსურად დამოკიდებული ხდება ევროპულ საბანკო სახლებზე. აი ეს მთელი სახლები, ოჯახები იგულისხმება, ოჯახების თქმამდე და გვარებს არ ჩამოუდგნენ, თო ძალიან ხშირად ახსენებენ ამას. და შეგიძლიათ ეს მოიძიოთ ინტერნეტში. რუსეთი 1917 წლის შემდეგ კარგავს იმპერიის ოქროს მარაგის მნიშვნელოვან ნაწილს. მეფეები იცვლებიან, მთავრობები იცვლება, დროშები იცვლება, მაგრამ ხშირად კრედიტორები იგივე რჩებიან. თუ სხვადასხვა რევოლუციას ეტაპებად დავშლით, ხშირად ხედავთ მსგავს სცენარს. პირველი ეკონომიკური კრიზისი, მეორე აგიტატორები და პოლიტიკური პრესა, ეს ალბათ პოლიტიკური პრესა, მაშინდელი სოციალური მედია, ესე ვთქვა და ტელევიზიები. ეს რაღაც საშინელი ამინდეხ მაგაზე ლაპარაკი. მესამე, პროვოკაციული ინციდენტი აუცილებლად. მეოთხე, ქუჩის შეტაკებები და ბარიკადები. მეხუთე, პოლიტიკური ცვლილება. მეექვსე, ახალი ფინანსური შეთანხმებები. აი ეს არის თავარი ჩემის აზრით. ეს სქემა სხვადასხვა ქალაქში არაერთხელ მეორდება. ეს აღნიშნავს, რომ ხალხის უკმაყოფილება არ არსებობდა. ის რეალური იყო, მაგრამ ისტორიკოსები სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას. იყო თუ არა
ნამდვილ ისტორიკოსებზე ვლაპარაკობ და არა ფსევდო მეცნიერება, რომელიც ძალიან მოდებული არის 90% მე მგონი წალება დედამიწა, ეს ცალკე თემაა, გაცრავად. იყო თუ არა რევოლუციები მხოლოდ ხალხის სპონტანური აჯანყება? აი ეს არის კითხვა. თუ ისინი ისევ იყვნენ დიდი პოლიტიკური და ფინანსური თამაშის ნაწილი. ისტორიაში ერთ მარტივ მეთოდს იყენებენ ანალიტიკოსები. ნებისმიერ დიდ კრიზისთან სამი კითხვა არსებობს. ვინ აფინანსებდა პროცესებს მოვლენებამდე? ვინ მიიღო აქტივები მოვლენების შემდეგ და ვისი ფინანსური პოზიცია გაუმჯობესდა ქაოსის შემდეგ? ხშირად სწორედ ამ კითხვებზე პასუხები აჩვენებს იმ სურათს, რომელიც ოფიციალურ ისტორიაში იშვიათად ჩანს. თქვენ რას ფიქრობთ? აი მაინტერესებს თქვენი აზრი. რევოლუციები ნამდვილად ხალხის სპონტანური აჯანყებაა? თუ ისინი ხშირად უფრო დიდი თამაშის ნაწილი ხდებიან?